საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის განცხადებით ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების ფუნდამენტური ღირებულებების წინააღმდეგ მიზანმიმართული და გეგმაზომიერი შეტევა მიმდინარეობს. ამის შესახებ თარგამაძემ პარლამენტში გააკეთა განცხადება. დეპუტატის თქმით, სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს განეკუთვნება ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაში ბრალდებული პირების პოლიტპატიმრების სტატუსის ციხეებიდან გათავისუფლება, სპეცდანიშნულების რაზმის დაშლა და გადაფორმატება. დეპუტატებმა ასევე ანტიდასავლურ განწყობაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი დაადანაშაულა და მას პარლამენტის ამჟამინდელი ფაქტობრივი თავმჯდომარე და კომპარტიის ცეკას ყოფილი ინსტრუქტორი უწოდა. თარგამაძეს გამოეხმაურა მალევე ვოლსკი. მისი თქმით, ის მართლაც მუშაობდა ცეკაში, თუმცა ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან განსხვავებით დანაშაული არ ჩაუდენია. ვოლსკის განცხადებით ეჭვი-ჩნდება, რომ ამ განცხადებებმა შესაძლოა ქვეყანას პრობლემები შეუქმნან. მიმდინარეობს გეგმაზომიერი, მიზანმიმართული, ფართომასშტაბიანი და შეიძლება ითქვას ტოტალური შეტევა ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების ფუნდამენტურ საფუძვლებზე. იმ ფონზე, როდესაც პარლამენტს პრაქტიკულად ვოლსკი ხელმძღვანელობს ხოლმე მინისტრებში, ჩვენ ზაქარიაშვილის დარი ფიგურები ყავს, ესეთი ტიპის მოქმედებების ინიციატორები გარწმუნებთ გამოჩნდებიან ქვეყანაში. იყო ჩემ ბიოგრაფიაში ეგეთი მომენტი, ცეკას ინსტრუქტორი მართლაც ვიყავი, მაგრამ ადამიანებისთვის სული არ მომიხდია. და ხელჯოხით არავინ გამიუპატიურებია. და ტერორს არ ხელმძღვანელობდი და არ ხელმძღვანელობდი ისეთ საქმიანობას, რომელმაც ქვეყნის ინტერესები დააზიანა მნიშვნელოვნად. პიროვნული შეტევები ეს იყო, იქნება განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.